ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი. კიდევ ერთხელ მოგესალმებით საღამოს ეთერში და გთავაზობთ შოუ ბიზნესის სიახლეებს ლაილაისთან ერთად. ნახევარი საათის განმავლობაში თქვენ გელით უახლესი ინფორმაცია ქართველი და უცხოელი ვარსკვლავების ცხოვრებასა და შემოქმედების შესახებ. ცისფერ გალერეაში ახალგაზრდა დიზაინერის თამუნა ინგოროყვას 2003 წლის კოლექციის ჩვენება მოეწყო. დიზაინერი ამ კოლექციაზე 3 თვის განმავლობაში მუშაობდა და როგორც თვითონ აღნიშნა, ეს არის მიქსი სპორტული და კლასიკური სტილისა. ჩვენებაში 53 მოდელი იყო წარმოდგენილი და მასში სააგენტო ნატალის გოგონები ღებულობდნენ მონაწილეობას. დანარჩენი სიუჟეტიდან გავიგოთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით ცისფერ გალერეაში, სადაც უნდა გაიმართოს თამუნა ინგოროყვას მოდელების ჩვენება. ეს მისი მეორე ჩვენებაა და ჩვენებაში მონაწილეობას იღებენ სააგენტო ნატალის გოგონები. იმედია, ყველაფერი კარგად იქნება და წავედით. კარგი ვარიანტია კომერციული თვალსაზრისით დაიდება სალონში ჩვენთან და ასევე გვაქვს დამზადა უფრო სწორედ ესეთ სახელოსნო არსებობს ირაკლის სახელოსნო ფეხსაცმელები სპეციალურად ამ ჩვენებისთვის და ეს ფეხსაცმელები ჩვენთან მაღაზიაში დაიდება და გაიყიდება. ისევე როგორც კოსტიუმები? ისევე როგორც კოსტიუმები, კი. იდეა მოდის მრავალფეროვანი შთაგონება არსებობს, შეიძლება წამოვიდეს უბრალოდ ასანტის ყოლოფიდან, შეიძლება წამოვიდეს უბრალოდ აერიდან, ეს არის ყველაფერის მიქსი. მე კმაყოფილი ვარ ძალიან ჩვენ. ახალი რა იყო? ახალი იყო რამოდენიმე სილუეტი. ლელა როგორ შეგვიძლია? არაჩვეულებრივი ნამუშევრები იყო, მე პირველად მოვხვდი თამუნას ნამუშევრების ჩვენებაზე და ძალიან კმაყოფილია. არაჩვეულებრივი კოლექცია ჰქონდა. შენი აზრით რა იყო ახალი?
ცირა არაჩვეულებრივი სილუეტი იყო, ძალიან დახვეწილი კოსტიუმები იყო. ძაღლთოვანებული ვარ და მინდა რომ ყველაფერი საუკეთესო უსურვო და ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო. 18 იუნის ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში კონცერტს გამართავს ბასტი ბულბუ. წარმოდგენილი იქნება სრულიად ახალი პროექტი, რომელზეც მუშაობა უკვე მიმდინარეობს. ჩვენი გადამღები ჯგუფი ერთ-ერთ ასეთ სამუშაო პროცესს დაესწრო. სტუდიაში ორფეი მიმდინარეობს ჩაწერები. დღეს იწერება გოგი ცაბაძის საბავშვო თემა კინოფილმიდან ვერისუბნის მელოდიები. ეს არის ანაბანა. გუშინ 2 საათზე მოვჭით მუშაობას, რამე თუ ნიკა მემანიშვილი დაგვეხმარა ამის გაკეთებაში და დღეს ბავშვების გუნდი არის მოსული და ვიწყებთ ჩაწერას. ჩვენი დევიზია რომ ყველაფერი გავაკეთოთ ისე როგორც დიდებისთვის, ოღონდ იმაზე უფრო უკეთესად. ის კომპოზიტორები, რომლებიც ახლა ჩვენს გვერდით დგანან, რომელსაც ჩვენ თქვათ ვაჯილდოვებთ ბავშვების, რომელთა სიმღერებსაც ვაჯილდოვებთ ბავშვების სიყვარულის პრიზით, ასე ვთქვათ, ხო? აი ამ კომპოზიტორებს ვთვლით ჩვენ, რომ მათ უნდა წერონ ბავშვებისთვის და ვინც გარდაცვლილია, თქვათ იმათი დავიწყებული სიმღერები გვინდა აღვადგინოთ მერე მომავალში, რომ არც ერთი სიმღერა, რომელიც არის ბავშვებისთვის გაკეთებული და პროფესიონალის ნამუშევარია, არ დაიკარგოს და არ დარჩეს თაროზე. ძალიან კარგი სიმღერებს წერთ, ისა გვეხმარება მაკა და მანანა. ყველაფერზე ძალიან მიხარიოცა კონცერტის ის რომ წერს სიმღერას. 14-ში იქნება კუბური ფართი, კუბური საღამო, სადაც მონაწილეობს 13 კაციანი ბენდი, ნინო ქათამაძე იქნება ვოკალი, რომელიც აგრეთვე დაუკრავს პერკუსიაზე. იქნება 10 კომპოზიცია, კონცერტი გაგრძელდება საათნახევარი და დაიწყება 60 რაუნდში 10 საათზე საღამოს. დღეს იყო გენერალური რეპეტიცია, ბენდი იყო 11 კაციანი, ხვალ ჩამოდის ლევარლოვი და შეუერთება და ლიკა ბერეჟიანი ფლეიტაც ხვალ უკვე ბოლო რეპეტიცია იქნება და ამოწურული აქვს ყველა მუსიკალური ნომერი უკვე გავლილია.
чистить все. Что сегодня мы пришли, понимаешь, при нас начали. საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში ამერიკელი, მაგრამ საქართველოსდან ემიგრირებული დიდგვაროვანი შთამომავალი მარისა ჭავჭავაძე ახალი ორგანიზაციის პრეზენტაციას აწყობს. თუ რა ორგანიზაციაა ეს და რა არის მისი მიზანი, ამას სიუჟეტიდან შევიტყობთ. ჩვენ ახლა ვიმყოფებით თანამედროვე ხელოვნების გალერეის მესამე სართულზე, სადაც მოეწყო გამოფენა, რომლის ორგანიზატორიც არის არასამთავრობო ორგანიზაცია საქართველოს ამერიკელი მეგობრები, რომელიც დაარსდა 1994 წელს და მისი აღმასრულებელი დირექტორი არის მარისა ჭავჭავაძე, რომელიც არის ალექსანდრე ჭავჭავაძის შვილიშვილი, რომელიც ძალიან ეხმარება ქართულ ბავშვებს, გაჭირვებულ მოხუცებს და ასე შემდეგ და ეს არის ძეგვი ბედიანის ბავშვთა ცენტრის აღზრდელების ფოტო გამოფენა. მოკლედ წავედით. And Americans interested in Georgia. მე ვარ მარისა ჭავჭავაძე, აღმასრულებელი დირექტორი არასამთავრობო ორგანიზაციის საქართველოს ამერიკელი მეგობრები, რომელიც ჩამოყალიბდა ამერიკაში 1994 წელს ამერიკაში მცხოვრები ქართველების და ამერიკელების დახმარებით იმისთვის, რომ დახმარებოდეს საქართველოს. But I'm doing my best to do something real. I'm still thinking how to do this. And asking for your help with Mother Mariam, and I started to help the orphanage. We had given money for medicine, medical equipment, of the Tbilisi Psychoneurological Dispensary is providing Institute of Psychiatry specifically training young women in hospice nursing. I'm happy to hear by Georgian businessmen. In the U.S. for this training. It is a wonderful school for disabled children in Salafi. Everything you gave away is yours, and everything you keep is lost forever. ლაილაი წარმოგიდგენთ პროგრამას ინფორმატორი.